სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ზმანო და განო, ძალიან დიდი მოვლენის წინაშე ვდგავართ. გასაოცრება 50 წელი ვიყავით ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ფრთებ ქვეშ, საფარველ ქვეშ და როგორ კომფორტულად ვიძნოვდით თავს, ეს სიტყვა რომ ვიხმართ უხეში. როგორი სამოთხე მოაწყო უფალმა საქართველოს სამოთხეა, მაგრამ აი პატრიარქის ასე ვთქვათ სპიკერობით ისეთი სულიერი ცხოვრება წარიმართა აი ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაზე დიდი ძალები, რასაც ზოგი deep state-ს ეძახის, ზოგი ბრძოლის ომის პარტიას, ჩვენ ვეძახით ანტიქრისტიანულ ძალებს, რომლებიც არყევენ მთელ მსოფლიოს, საქართველოზე განსაკუთრებული ბრძოლა ჰქონდათ, განსაკუთრებული ზეწოლა ჰქონდათ, მაგრამ ვეაფერი ვერ მოხდეს. ეს იყო ერთ-ერთი უწმინდესი და უნეტარესი დამსახურება. მეორე, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის და ეხლა ჩვენ ვდგავართ ირჩევენ სინოდი აირჩევს ახალ პატრიარქს. ეს მოხდება ხვალ ჩემო ძვირფასო. 12 საათზე დიდი გაერთიანებული კრება სამების ტაძარში. მადლობა ღმერთს, დელეგატად მეც მომიწვიეს, ჩემი მეუღლეც, მამა ბესარევი და მისი მეუღლეც, ეთყობა ამდენი შვილების ლავიცი რაგებით როგორ გამოგვირჩეს, როგორ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე მადლობ ღმერთს და თუ იქ ეხლა მე პატრიარქმა რომ აკურთხა, ყველაფერი დამაჯილდოა, რაც ერის სამღვდელოება, თეთრი სამღვდელოება შეიძლება დაეჯილდოებინა. მაგრამ იქ არიან უფრო უხუცესებიც, რომლებიც არიან ამ ხარისხში, ოღონდ უფრო ადრე აყვანილი და არ ვიცი ხა სიტყვას მომცემენ თუ არ მომცემენ. მე მომზადებული მაქვს სიტყვა უნდა იყოს 3 ან 5 წუთიანი. მე მომზადებული მაქვს სიტყვა, ამ სიტყვას რა თქმა უნდა აქ არ ვიტყვი, თუ მომცემე სიტყვას იქ ვიტყვი, მეორე კვირას გავიმეორებ აქ. ან თუ არ მომცემე სიტყვას, იმ სიტყვას აქ გავიმეორებ მერე გადაგებაში თუ ვიცოცხლებ და მერთმა ინება. ასე რომ აი ესეთ მოლოდინში ვარ ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა პატრიარქის შემდეგ აბა ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ხო? ჩვენი პატრიარქის შემდეგ, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ხო სულიერი ცხოვრება და რა თქმა უნდა გამოარჩევთ პატრიარქი. ნუ ეხლა ვინ იქნება პატრიარქი? ამის შესახებ ზუსტად კრება იმჯერებს და ნახოთ მოკლედ ხვალ გვეყოლება უკვე ახალი პატრიარქი საქართველოს. 152 პატრიარქი. მე მახსენდება ჩემო ძვირფასებო, როდესაც რამოდენიმე წლის წინ რაღაც შეკრება იყო, ელჩები იყვნენ, ვიღაც ბრიტანიის ევროკავშირის პარლამენტის წევრები იყვნენ, ნუ თავრობა ყველა და აღარ მახსოვს ეხლა 4 თუ შეიძლება ძალიან ბევრი წლის უკან, ნუ ამას არ არის მნიშვნელობა და ამ დროს ჩემო ძვირფასებო ვიღაც ნუ არ მინდა ეხლა ქვეყანა დავასახელო, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ელჩიმა მიმართა კადნიერად ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს. რომ თქვენო აი ეს არ უნდა ერეოდეთო, რაღაცა მოკლედ კადნიერის სიტყვა, ესო ისა პოლიტიკაშიო რაღაცეთ მოკლედ დაუწყო და რომ იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რომ პატრიარქი წამოდგა ფეხზე და ბატონო ელჩო და ეს ქვეყანა არის როგორ იცი რუკაზე გამოჩნდა მე 17 საუკუნეში. ბატონო და მათი პირველი წიგნი არის მე 17 საუკუნის, ჩვენი ხო არ მე 5 საუკუნის შუშანი. მე 17 საუკუნის წიგნი ვიღაც
კარდინალის სახლის საგნების აღწერება წარმოიდგინეთ პირველი წიგნი. და ბატონო ელჩო ნეო ვარო ილია მეორეო და ილია პირველიო იყო 1600 წლის უკან კათალიკოს პატრიარქი. ამით ყველაფერი უთხრა და რა თქმა უნდა დატოვა დარბაზი უწმინდესმა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავიხსენებთ უწმინდესის შესახებ, ძალიან ბევრჯერ გავიხსენებთ. ეხლა მინდა შევეხო მეუფე ზენონი გამოვიდა ტელევიზიით, ალბათ ყველა მოისმინეთ. საშინელი სიტყვა თქვა ჩემო ძვირფასო. მეუფე და მე მინდა გაroakantro ეს სიტყვა ვიღაცა მაინც ხოჭი რაღაც არ დაიჯეროს, ვინ დაიჯერებს. მან თქვა რომ ძალიან საშიში კაციაო მეუფეშიო. ამით რა თქვა? მისთვის პატრიარქი საშიში კაცი აირჩია. წარმოიდგინე, გამიგე? საშიში კაცი აირჩია, 10 წელი საშიში კაცი მართავს და მე ღმად წამსო კათალიკოს პატრიარქი იქნება. მეუფეშიო გახდება და მომავალშიც ალბათ ეს საშიში კაცი, რა თქვა წარმოიდგინე, რა საშინელება. ესე მაგრამ მე რო დავფიქრდი თავისთვის მართლა სწორი რა თქვა ალბათ 100% მეუფეშიო ალბათ მოკლედ ხა მივხვდით ალბათ რა საქმე და აღარ ვიტყვი არაფერს მისთვის ალბათ მართლა საში და მან თქვა ასევე ესეთი რა რომ კომუნისტების გადმონაშთიაო ესე იგი მოსახლეობა გესმით კომუნისტების გადმონაშთიაო კომუნისტებმა მოიგონესო მოსახლეობაო და ეს მიუღებელია სინამდვილეში შემოძვირფასებო ქრისტეს ეკლესიაში მოსახლეობის ინსტიტუტი არსებობს როცა ბერ მონაზვნობა აყვავდა დაიწყო და ჩაისახა და აყვავდა ყოველ მონასტერს ჰქონდა მოსახლეობის ინსტიტუტი იწყება ბერობიდან იქიდან იქებს საერთოდ მაგალითს ყველაფერი და შემდგომ პატრიარქების და საერთოდ ეპისკოპოსები მოსახლედ ყოველთვის მთელი ისტორიის მანძილზე მოსახლეს დაასახელებდნენ მაგალითად ანტონ დიდმა ბერობის ფუძემდებელმა დაასახელა მოსახლე და შემდგომ ის იყო და მოსახლის აზრი ზუსტად ესაა რომ ჩემ შემდეგ ესე ის უნდა იყოს გამიგე ესა აბა მაშინ რა აზრია და ყოველთვის ესე იყო და ყველგან სადაც მოსახლე იყო ხდებოდა შემდეგ წინამძღვარი კლასიკური მაგალითი მე ტელევიზიითაც ვახსენე კლასიკური მაგალითია ჩემო ძვირფასებო მე-19 საუკუნის პატრიარქი კონსტანტინოპოლისა ტარასი რომელმაც მის სიცოცხლეშივე ცოტა უკვე უძლური იყო აირჩია მოსახლედ ერისკაცი ნიკიფო რატომ არიჩია ხო იმდენ მიტროპოლიტები იყვნენ იმიტომ რომ იმდენად წმინდა კაცი იმდენად გავრცელებული იყო მისი სიწმინდე და მისი განათლება და წარმოიდგინეთ რომ ის სიკვდილის შემდეგ ერისკაცი მერე აღსაყრეს მდლობაზე ეპისკოპოსად და აღამაღლეს პატრიარქობის ხარჯს. გამიგე? ასე იყო ძალიან ბევრი ხა ისტორიას რომ მივხვდეთ ძალიან ბევრი. ასე იყო მაგალითად ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრემ თავის მოსახლე დაირჩია ათანასე დიდი, მაშინ იყო დიაკონი და შემდეგ ათანასე დიდი ხდება პატრიარქი ალექსანდრიისა. მიტროფანე პირველი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა მანაც მოსახლე დაასახელა და შემდგომ იგი ხდება პატრიარქი და ესე შემდეგ ხა ძალიან რომ არის ეს იყო ყოველთვის და ეს ბოლომდე შეინარჩუნა საქართველოს ეკლესიამ ეს კი არ იყო კომუნისტური გადმონაშთი და კომუნისტურების მიერ მოგონილი მოსახლეობა, არამედ რაც მოუხევი მოკლე ისტორიით, აი ამის გაგრძელება იყო ეს მოსახლეობა. უფრო მეტიც, ეკლესიის ისტორიაში თუ მოსაგდრეს
ანუ ვერ აირჩევდნენ, ან არ აირჩევდნენ, ეს ყოველთვის იყო რაღაცნაირად ეშმაკეული მოვლენა ჩემოძულებას. ამიტომ მეუფის ეს განცხადება ძალიან ცუდი განცხადება იყო, ერთი რომ საშიკაძე, მეორე რომ აბსოლუტური სიცრუე თქვა, რომ კომუნისტების გადმონაშთიაო, არ ამგონი ეხა მაგან არ იცოდეს ისტორია ეკლესიის, ან მაშინ არ იცის ეკლესიის ისტორია და აი ესე ბოროტულად, რამ სხვა რა უნდა შეუფასო მე თქვა ეს პირდაპირ იყო შეურაცხყოფა პატრიარქის, პირდაპირ იყო შეურაცხყოფა სინოდის, რომელმაც 20 ხმით აირჩია დასაწყისში მეუფე შიო და საერთოდ შეურაცხყოფა იყო ქართველი ერის. მე უბრალოდ აი ეს შევეხმიანე, იმიტომ რომ იცოდეთ თქვენ რომ ეს იყო არასწორი და რაღაცა მე რა ხდება მიცით ძმანო და დანო ჩვენ ძალიან ფხიზლად და ფხილად უნდა იყო ვიყო. ეხა ის ხალხი რომლებიც მეუფეშიოზე ამობენ ის არის ვითომ რუსეთის აგენტი და რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ ზუსტად ის ხალხი ამბობს ამას ჩემო ფასებო ვინც რუსეთს გადაცა ყოველივე რაც არის ჩვენი აი ჩვენი ტერიტორია სიმდიდრე კი არა არა ტერიტორიები აი ეს დენი ელექტროობა გაზი ყველაფერი აი აქ იყო კიოსკი აი წინ სადაც ახლა დავით და კონსტანტინე ავაშენე და იქ იყო თელას კიოსკი და ეს უნდა დაგვენგრია მაგრამ უფლება უნდა თელასიდან აგვენგრია და რომ მივედი თელასიდან იქ ნუ რუსები იყვნენ იქ რუსების ის არის ეს რა ქვია ბიზნესი ასე ხო და იქ რომ მივედით მან მითხრა რომ მოსკოვში უნდა დავრეკოთ ესე იგი აი სამართალოზე ამ კიოსკის გადატანა მოსკოვი და ეს გააკეთა წინა იმ ხელისუფლება ვის დღეს ყვირის რომ მეუფეშიო არის რუსეთის აგენტი და იქ რაშვაში ახლა რუსეთი ყველა ეკლესია ეს არის ერთი ეკლესია ქრისტეს ეკლესია საქართველოს და ყველა სადაც არიან მართალი და ამის გამო დამარეკინეს თელასის უფროსება მოსკოვში დამარეკინეს უფროსთან ის უფროსი აღმოჩნდა მართლმორწმუნე კაცი ჯერ მითხრა კარგი კაცი მაგურთხეო მე რო აუხსენ რა შეგვი საქმე მაგ მითხრა რაზეა ლაპარაკიო დააგრიეთ და ჩვენ მე ეს კიოსკი ავაშენეთ ცოტა მოშორ სპონსორმა აგვიშენე აი ეს ხალხი ვინც არა მარტო რუსეთს არა სხვებს გადაცეს ყველაფერი რაც კი ჩვენ ეს გაზი იქნება ესე იგი გაზი წყალი თუ რაღაცა სხვებს გადაცეს ესენი ამბობენ ეხლა მეუფეშიო ჩემო ძირფას აი ესეთი უნამუსოები არის რა თქმა უნდა ჩვენ რუსეთის ეკლესიასთან ეს ერთი ეკლესია გვაქვს კავშირი და საბერძნეთთან და ყველა და ჩვენ ერთი ძმები ვართ ერთი დები ვართ ერთი ეკლესია ეს სხვა თემა მაგრამ აი ესე აგენტი და მეუფე თვითონ არიან აგენტები ეხლა მე ძალიან მოკლედ გითხარით ამასაც არ რეაქციო ყურადღება ჩემო ძვირფასებო დღეს ფოტინას ხსენება ოდნავ შევეხოთ ფოტინას თუმცა ისეთი დღე გველოდება ხვალ და იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება რომ სხვა თემაზე უკვე ვეღარ ვსაუბრობთ მაგრამ მე მინდა ერთი რა მაინც აღნიშნო რომ ფოტინა იყო და წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ ფოტინა იყო ძალიან დიდი მოშურნე ქალი და სოფლიოში პირველი ქალი რომელიც ღირს იქნა მაცხოვართან პირადად მარტო გასაუბრების ეს ვინ იყო ფოტინა არაბები სუქარიდან სუქარივის ეწოდებოდა ქრისტე რო არ მოგებოდა ეს სოფელი სამარიტელი ფოტინა წარმოიდგინა მოვიდა წყალი რო აიღო და მაცხოვარი იქ და საუბრობდნენ საკმაოდ დიდხანს დღესაც სახარებად ნახეთ როგორი ძელი ისე დიდი მოცულობის
იყო და წარმოიდგინეთ რა არის ჩემო ძვირფასებო სინანული, რა არის ჩემო ძვირფასებო ღმერთს თხოვნა, რომ გვაპატიოს ცოდვები, ესეთი ქალი იყო სამარიტელი ფოტინა და მე ამას ხარს უსვენ და რა არის მონდომება, რელიგიურობა, რომ ამას ხარს უსვენ, იმიტომ რომ როდესაც შენ კაი გაგებით არ მოასვენებ ღმერთს და იქნები შენი ცოდვების ჩვენ ძალიან უძლურები ვართ, ხო და სულ მუდამ ცოდვებში ვარ და ღმერთს ეტყვი, ღმერთო მაპატიე ჩემი ცოდვები, არ მოასვენებ დღისით, ღამით, არასოდეს ყოველ თვალს გაახედა უკვე ღმერთს მადლობ და ეუბნები პატიებას, ღმერთი შენთან იქნება დიდი დოზი ჩემო ძვირფასებო, როგორც ფოტინესთან. და ეს სამარიტელი ქალი ფოტინე წარმოიდგინე, რომელიც ქრისტეს გარეშე ალბათ არ ეცოდინებოდა არავის თავის ნაცნობის გარდა და ორთაობაში დაიკარგებოდა, დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი. სად არ იციან ფოტინე, ხო? სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, რუსეთი, ფილიპინები, აფრიკა, ყველგან სადაც კი ქრისტიანები არსებობდნენ და სხვადასხვა კონფესიის შეიძლება, მაგრამ მაინც აი რა ვიცი ესე შევეხმიანეთ, ეხლა შეიძლება რომ დავასრულოთ ჩემი სიტყვა ამით, კიდე ხო არაფერი გამომჩა და ჩვენ აი ამ მოვლენის წინაშე ვართ. პატრიარქის გარდაცვალება, დასაფლავება წარმოაჩინა, რომ ყოველი დროის მთელი მსოფლიოს, ყველა ქვეყნის, ყველა ისტორიულად ყოველი დროის, აი ვავიღოთ პოლიტიკოსებიც არ ვავიღოთ მარტო სასულიერო. ავიღოთ გამოჩენილი ლიტერატორები, მხატვრები, სპორტსმენები, პროცენტულად არავინ არ მისულა ამდენი რაოდენობის ხალხი, როგორც პატრიარქ ილია მეორის დასაფლავებაზე ჩემო ძვირფასებო. და როდესაც პატრიარქი ამბობდა, რომ საქართველო გაბწყინებულია და გაბწყინდება, აი მისი დასაფლავება იყო ნამდვილი გაბწყინება საქართველოსი ჩემო ძვირფასებო. ეს არ იყო მარტო პატრიარქის და ეს იყო თაყვანისცემა ქრისტეს ჩემო ძვირფასებო. ერთმა ქალბატონმა ქადაგებაზე მომწერა და აი რა საინტერესო რამ თქვა, მეო ამ მოვლენებს ეს ყველაფერი აღწევი და ჩემი ქადაგების შემდეგ, ერთ-ერთი ქადაგების შემდეგ მოიწერა, რომ მე აი 60 წლის ქალი ვარო, არასოდეს მithქვია აღსარებაო და ეხლა ყველაფერს ამას რომ შევესწავლიო და ვფიქრობო და ველოდებიო რომ მოემზადო, რომ აღსარება თქვა, რომ ღვთის წინაშე წავიდე პირნათლად. აი ეს ხალხი ჩემო ძვირფასებო, ვინც მილიონობით მივიდა პატრიარქის დასაფლავებაზე, ამდენი ხალხი ხო არ დადის არა ეკლესიაში, მაგრამ ყველა მზად არის იმისთვის, რომ ბოლოს მაინც აღსარება თქვას. გამიგე? ანუ მთელი ჩვენი ერი ზოგჯერ ხდება, რომ ვერ მოდის ეკლესიურად ვერ ცხოვრობს, შინაგანად ეკლესიურია და ემზადება იმისთვის, რომ მოვიდეს ეკლესიაში. აღსარება და რა თქმა უნდა თქვას და ეზიაროს, რა თქმა უნდა ეს არის პატრიარქის უდიდესი დამსახურება. მე დავასრულებ კიდევ იმით, რომ ჩვენი მოსახლე დედით არის ბაგრატიონი. ანუ ბაგრატიონები თქვენ არიან დავით მეფის შთამომავალი. 121 ფსალმუში წერია, რომ დავითის შვილები იმეფებენ სამეფო ტახტზე უკუნისან. სამეუფო ტახტია ეხლა, საპატრიარქო ტახტი და სულ ცოტა დარჩა ალბათ რამოდენიმე საათი იმ წინასწარმეტყველების აღსრულებას, ერთ-ერთ აღსრულებას გრიგოლ ხაცთელმა რომ იწინასწარმეტყველა და აშოტ კურაპალატი დალოცა. შვილნიშენი და შთამომავალნიშენი, ან მათ შორის მეუფეშიო, უკუნისამდე იყვნენ სამეფო ტახტზე საქართველოში. აი რა საინტერესო მომენტი. მოკლედ, ველოდებით ჩვენ დიდი ჯვარი გამომიტანეთ და დიდება უფასდა
რა ბედნიერი ხალხი ვარ ჩემო ძვირფასერო, რომ აი რაღაც ესეთი მთელი ერი ესე ხო არ ხდება სხვაგან, ხო? არ ხდება ეს. არ მინდა რაღაცეთ ქვეყანა დავა მინო და რა, მაგრამ არსად არ ხდება ეგეთი რამ. რომ მთელი ერი ჩემო ძვირფასებო, მთელი ერი იყოს ესე მომართული. ქრისტიანსკია. ეშმარიტოდა. ქრისტიანსკია. ეშმარიტოდა. ქრისტიანსკია. ეშმარიტოდა.